17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნა. თადარიგის პოლკოვნიკის თეიმურაზ ზავრაშვილის განმარტებით ზუსტად 30 წლის წინ საქართველოს პარლამენტმა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ კანონი მიიღო, რამაც ამ თარიღის დაწესებას ჩაუყარა საფუძველი. დღევანდელი მონაცემებით ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა რაოდენობა უკვე 65,000-ს აღემატება, რომელთა შორის 20,000 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანია. უპირველეს ყოვლისა მინდა მიულოცო ყველა ომის და შერეულ ძალების ვეტერანს ეს დღესასწაული. მოგეხსენებათ 95 წლის 17 ოქტომბერს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება კანონად და შემდეგ 2014 წელს სახელმწიფო მეთაურმა გადაწყვეტილებით ეს დღე უკვე როგორც ვეტერანთა დღე აღნიშნეს და იქიდან მოდის ყოველწლიურად ვიხდით ამ დღესასწაულს. როგორი სიტუაცია, მე მინდა გითხრათ, რომ დაფასება ვეტერანს აქვს რასაკვირველად ჩვენ სახელმწიფოდან, ვინაიდანაც ძალიან ბევრი პროგრამა მუშაობს. ეს არის დაზღვევა, ეს არის სპეციალურად ვეტერანებისთვის შექმნილი არის კლინიკა. ღმერთმა აღარ დაგვაჭიროს, რომ ისედაც საკმაოდ ვიომეთ ამ 92 წლიდან მოყოლებული ფაქტიურად 4 ომი გამოვიარეთ 98-ში, 2001-ში, 2004-ში, 2008-ში და მშვიდობა გვინდა და დიდი მადლობა იმ ხალხს, რომლებსაც აი შეძლეს და ფაქტიურად 12-14 წელიწადი არის ჩვენ უკვე რასაც ქვია ეს ომი და უბედურება აღარ გვინახია. საკმარისი რაოდენობისა ვართ ვეტერანები აღარ გვჭირდება. იყოს შრომის ვეტერანი და არა ომის. მე მივესალმები ამას.